მთიანი რეგიონის განვითარება რამდენიმე მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შემუშავებული ახალი სტრატეგია ქრისტიან-დემოკრატებმა პარლამენტში წარდგენამდე კონცეფციის დეტალები ონის მოსახლეობას გააცნეს. პენსიები, ხელმისაწვდომი დასხვა და დამატებითი სამუშაო ადგილები ქრისტიან-დემოკრატების ახალი სტრატეგიის მთავარი მიმართულებებია. მთიანი რეგიონის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია მათ უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს. კონცეფცია საზღვრისპირა რეგიონებში სოფლის მეურნეობის რამდენიმე მიმართულების განვითარებას გულისხმობს. პროგრამის დეტალები პარტიის ლიდერმა დღეს ონის მოსახლეობას გააცნო. თარგამაძის განცხადებით, ახალ კონცეფციას მომავალ კვირას პარლამენტად წარუდგენენ. ითვალისწინებს ორად ისეთი ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას, რომელიც გაუჩენს მოტივაციას მთაში მცხოვრებ ქართულ ოჯახებს აქ ცხოვრების გაგრძელების და უფრო მეტიც გარიდანაც ამობრუნდება ხალხი აქ ბიზნესის საწარმოებლად. უზარმაზარი რესურსი არის. ქრისტიან-დემოკრატების ახალი კონცეფცია მთიან რეგიონებში მეხუთკრეობის, ბებენახეობისა და მეცხოველეობის განვითარებას ითვალისწინებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პროგრამა რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. რომ გაყიდოს და რომ ჭადმის პროდუქციას დანოს, ამისთვის უნდა დახმარება იმისა და ქვია ტექნიკი. მასო მინერალური წყლების იმდენი მარაგი გვაქვს და ისე იღუება და წარმოუდგენელ ნეტაცმენს ასე დადგოს. აი ეს საკითხი თუ მოგვარდება, მეტი ბიზნესმენი იქნება და საშუალო და მცირე ბიზნესში მეტი პიროვნება დასამხობა. შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, შეიქმნება მეტი პროდუქცია, რაც რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებისას მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება. ქრისტიან-დემოკრატები დღესვე ონის მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ. რამდენიმე ოჯახი 1991 და 2009 წლებში მომხდარი სტიქიისას სერიოზულად დაზარალდა. უმთავრესი პრობლემა, რომელიც დგას ახლა ონის რაიონში, ეს არის მიწისძვრით დაზარალებულთა მდგომარეობა, გაუცემელი კომპენსაციები. აი მაგალითად ჩანს ძალიან კარგად რა მდგომარეობაშია, რომელიც 91-ში დაინგრა, 2009-ში დაემატა. გიორგი თარგამაძე და პარტიის სხვა ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.